მოგესალმებით მეგობრებო, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ძველი აღთმა დაბადება თავი მე-13. გთხოვთ გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დაწერეთ თქვენი კომენტარები, კითხვები და მე აბსოლუტურად ყველა კითხვაზე გიპასუხებთ. მეგობრებო, მე-13 თავი ახლა თავად მეტყოლებს ესე თქვა თავის თავზე და რაღაც განსაკუთრებული კომენტარებს არ საჭიროებს და ამიტომ რო წავიკითხავ და ყველა თავი უნდა წავიკითხო ჩვენ ბიბლიის და რომ ადამიანს ერთხელ მაინც უნდა ქონდეს წაკითხული და თუნდაც ვინც მოусმენს ნამდვილად მადლიანი და ამიტომ მე წავიკითხავ. სადაც რა თქმა უნდა იქნება განმარტებები საჭირო და კომენტარები აუცილებლად მე წმინდა მამის დახტომით გავაკეთებ კომენტარებს. ძველი აღთმა დაბადება თავი მე-13. წავიდნენ აბრაამი და მისი ცოლი ეგვიპტიდან მთელი ქონებით და ლოტი თურთ ნეგებისგან. ძალზე მდიდარი იყო აბრაამი ჯოგითა და ოქრო ვერცხლით. გაუდგა გზას ნეგებიდან და იარა ბეთილამდე, იმ ადგილამდე, სადაც ადრე კარავი იდგა ბეთილსა და ჰაღაის შორის, სამსხვერპლომდე, რომელიც ააგო თავდაპირველად იქ. უბრალოდ აქ ახსენა აბრაამა უფლის სახელი, ლოტსაც, რომელიც აბრაამთან ერთად მგზავრობდა, ყავდა სხვა ძროხა და ჰქონდა კარვები. ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, ანუ იმდენი სიმდიდრე ჰქონდა ესე იგი ძროხა, ბეკეკა და ასე შემდეგ, ცხვარი, რომ ვერ იტევდნენ, იმდენი თავის სახურებიანად და ესე იგი ამდენი იყო და ვერ იტევდნენ. და ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდა და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება. ცდილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრაამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში. უთხრა აბრაამმა ლოტს, ნუ იქნება ცდილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლი კაცები ვართო. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ, ეს ცნობილი არის აქედან ეს ამონარიდი აბრაამი რო ეუბნება, აი ახლა ნახეთ, გამეყარე ესე იგი და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ. გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე იწვებოდა, ასე იყო ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა. აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს. აბრაამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარეს ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები. ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სოდავდნენ უფალს. უთხრა უფალმა აბრაამს მას შემდეგ, რაც ლოტი გაეყარა, ახილე თვალი და გაიხედე ამ ადგილიდან, სადაც შენ გახარო, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ. მთელი ეს ქვეყანა, რასაც ხედავ, შენთვისა და შენი მოდგმისთვის მომიცია სამარადისოდ. ქვიშასავით ურიცხს გახვდი შენს შთამომავლობას. ესმით, ნახეთ, ქვიშასავით ურიცხს გახვდი შენს შთამომავლობას, თუ ვინმე შეძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლებაო. ესე იგი თუ ვინ შეძლებსო, ხო? ვინ შეძლებს ქვიშის დათვლას, ხო?
შემდეგი ადექი და კიდით კიდემდე მოიარეს ქვეყანა, რადგანაც შენთვის მომიცია იგი. აიყარა აბრამი წავიდა და მამრეს მუღრარში დაესახლა ხებრონის მახლობლად. იქ აუგო სამსხვერპლო უფალს. მოვუჩით მეგობრებო ჩვენ და ღმერთმა შეგიწიროთ მის მენდით და მოგცეთ მეტი სინანული, მეტი სიყვარული, მეტი ბევრი სიხარული ქონოდეთ და გაიხარეთ, ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესის და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. მადლობა.